კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა ყო შენ ქრისტე მან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისთვის წამოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე წმინდა უმღვდელთ მთავარო ნიკოლოს ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ. დღეს ახალი სტილით 19 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ნიკოლოს მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსს საკვირველთმოქმედს. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლია, ვინც დაჯილდოვებულია ღვთისაგან ამ უდიდესი და უპირველესი სათნოებით. მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსს წმინდა ნიკოლოს ღვთისაგან ისეთი ბედი ჰქონია, რომ სიყვარულში მყოფობდა მუდამ და თავის გარშემო ყველასაც სიყვარულს ჰფენდა. სიყრმიდანვე გამოირჩია უფალმა. მის მშობლებს თეოფანესა და ნონას არ ეძლეოდათ რა დიდხანს მემკვიდრე, აღთქმა დადეს, რომ თუ შეეძინებოდათ ბავშვი, უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა გულმხურვალი ლოცვა მეუღლეებისა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. ნათლისღებისას ახალშობილი ყრმა ყველას დაუხმარებლად ფეხზე დადგა. მან მარხვაც ჩვილობაში დაიწყო. 4 შაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ მწუხრზე იღებდა. უკვე ჭაბუქს ეპისკოპოსმა ბიძამ მღვდლად დაასხა ხელი. მალე იგი იერუსალიმში წავიდა იქაური სიწმინდეების მოსალოცად. იქ მან გადაწყვიტა უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. მაშინ ნეტარმა ლუკიაში წმინდა სიონად წოდებულ სავანეს მიაშურა. მაგრამ კვლავ იხილა უფალი, რომელმაც ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც ომოფორი უძღვნა. ამ გამოცხადებისას ღმერთმა ერში გასვლა უბრძანა თავის რჩეულს. იმჟამად ქალაქ მირონის ეპისკოპოსი უნდა აერჩიათ. უფალმა სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ერთ-ერთ ეპისკოპოსს უბრძანა ღამით ტაძრის კართან დამდგარიყო. პირველი ვინც შევიდოდა, სწორედ ის იქნებოდა ღვთისგან გამორჩეული მწყემსთავარი მირონ ლუკიისა. ეს კი წმინდა ნიკოლოზი იყო. მღვდელთმთავრად ხელდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი ნეტარმა. უფრო მეტი გულმოდგინებით ეხმარებოდა გლახაკებსა და ქვრივობლებს. ერთხელ მან 3 ქალწული მრუშობის ცოდვისაგან იხსნა. შეიტყო რა გოგონების მამა ასულების საროსკიპოში გაშვებას აპირებდა ფულის საშოვნელად, წმინდა ნიკოლოზმა მათ ღამით ფარულად სარკმლიდან 3 კისა ოქრო შეუგდო და ამით ოჯახი საშინელი ცოდვისა და დაცემისაგან იხსნა. წმინდა ნიკოლოზი მონაწილეობდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში. გადმოცემის მიხედვით წმინდა მღვდელთმთავარმა ვერ აიტანა ერეტიკოს არიოზისაგან ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენა და კვერთხი ჩაარტყა. რისთვისაც ხარისხი აღყარეს ნეტარს, მაგრამ კრების რამდენიმე მამა სუფლისაგან ეუწყა, რომ მღვდელთმთავრის პატივი დაებრუნებინათ დასჯილისათვის. წმინდა ნიკოლოზმა ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილი საუტანელი ყოფაც იტვირთა. მწყემსთავარი სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულს აღასრულებდა. იგი ღრმად მოხუცი აღესრულა 345-351 წლებში. 1087 წელს მისი მირონდინარე წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებული მფარველია ჩვენი ქვეყნისა და ერისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. მრავალი წყალობა და მადლი მოუღია ჩვენს ერს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. ამიტომ ვუწოდე მას ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს პატრიარქი. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს არის ანგელოზის დღე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ახალქალაქის კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზისა. ვულოცავთ მაღალყოლოდ უსამღვდელოეს მეუფეს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ ეპარქიის სულიერ სიძლიერეს, სამღვდელოებისა და მრევლის სიმრავლეს.